თუ პარიზი გახდება ჩემპიონი, რა მაგარი ისტორია არის, რა როგორც ნელად დაიწყეს, ბეწვის ხიდი გაიარეს როგორც გაწოდნენ კულტურებში და მოვიდნენ აქამდე ისე რომ მართლა სერიოზული მეტოქეები ყავდათ ყველა ეტაპზე. მაგარი ისტორია იქნება. ბარსელონა და ინტერი იმ დროს ვიძახდი რომ ორი გუნდი ეს ერთმანეთს თან ძალიან გაუდეს და თან ძალიან სხვადასხვანაირები იყვნენ, აი არ მახსენდება. გამარჯობა. მოგესალმებათ სპორტულ ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა და დღეს მე მისი წამყვანი ირაკლი ვარ. ხედავთ ალბათ რომ რეზ და გიორგი არ ყავს, მაგრამ სათანადო შემცვლელი მოვიყვანეთ ქევხო და ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა, არ ინერვიულოთ, რეზიც და გიორგიც მალე დაგვიბრუნდებიან. როგორ ხარ? არა მიშავს, მადლობა მოწვევისთვის. სპორტული კი, ჩემი მხრიდან ანალიტიკურზე რა მოგახსენო, მაგრამ ერთით შევძლებ იმით დაგეხმარებით, კარგი იქნებოდა რომ მთლიანი შემადგენლობა ყოფილიყო თქვენი პოდკასტის, თუმცა რა ვიცი, ვეცდები რომ გავართვა ამ გამოწვევას თავი. ჩვენ ესე უცნაურად დაგვემთხვა რომ ყველა სტუმარზე რომელიღაცა ვაკავდით რა. ანუ სტუმარი თუ მოდიოდა, ან მე გავდიოდი, ან რეზი არისო. ეხლა შენ ესეთი განსაკუთრებული სტუმარი გამოხედე, შენ მოხედე და ორი კაცი გავიდა. არა, კარგად გძნობ თავს მოიმატა, მაგრამ არა ვაშავს. კარგად გძნობ თავს რაღაც ადგილი მეტი მაშლად. კი, თავზე მაქვს ცოტა ცუდი გუნდის ლოგო, მაგრამ არა უშავს. სელტიკი თუ მილანი? მილანი იქ ცოტა მოსისხლე მტრები არიან, მაგრამ ეგ არაფერი. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დაგელაპარაკო აუცილებლად. ცხელ-ცხელი ამბებია. ხვიჩა გავიდა ნახევარფინალში და მოდი ცოტა შორიდან მოვყვეთ. როგორ მოგწონს ხვიჩას ტრანსფერი პარის სენ-ჟერმენში? ნუ უფრო კარგი იქნებოდა რომ საქართველოს ნაკრების თემატიკაზე დაგეპატიჟებინო. იმიტომ რასაც ეხლა ალბათ ევროპის ჩემპიონატის მერე რო ათვლა დავიწყოთ ყველაზე ინტენსიურად ნაკრებს მივყვები, გასაგებია მიზეზებიდან გამომდინარე. საკლუბო ფეხბურთი ცოტა ჩამოჩი, რა ვიცი, პაუზა მაქვს ასე ვთქვათ, აღებული. თუმცა თალსახაა რომ ხვიჩას თამაშს უყურებ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვუყურო, ეხლა თავს ვერ დავდებ რომ PSG, Reims და PSG, რა ვიცი, კიდევ ისე თამაშებიან იქ სტრასბურგებს უყურებ, მაგრამ ვცდილობ რომ როგორც მინიმუმ პულსზე მეჭიროს ხელი და გავყვე. მის ტრანსფერი, იცი რა არის, მე პირადად ვდობილერებდი, რომ პარიზი ყოფილიყო, ის გუნდი სადაც გადავიდოდა. არ ვიცი რის გამო კონკრეტულად, მაგრამ რატომღაც ყოველთვის უფრო მეტად ეგეთი განცდა მქონდა, რომ ეგ კლუბი არის, სადაც მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენა თავს, მწვრთნელის გამო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ლუის ენრიკე, იმიტომ რომ გაცხადებული ამბავი არის, რომ 2021 წლის მერე, როდესაც მათი პირველი გადაკვეთა მოხდა, ეს იყო თბილისში, ესპანეთის ნაკრებს რო ეთამაშებოდა, ყვარამ გოლიც გაუტანა, მას მერე რაღაც ის სიმპათიები არსებობს. ცალსახად უფრო მეტად ველოდებოდი რომ ზაფხულში მოხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ესე წავიდა და გამოგიწყდები რომ მას მერე რაც ხვიჩა მაისური დავინახე პარიზში, რატომაც ეს შინაგანი გზნობა რა, gut feelings რო ეძახიან, მქონდა რომ პარიზმა შეიძლება წელს ლიგაზე გაისრულოს. და ჯერჯერობით კი მიდიან მაგ ტემპით, არა და ყველაფერი როგორ პირიქით იყო, ხო, რაღაც საქმე იყო გავიდნენ თუ არა პლეი-ოფში. მე ვიყავი ალბათ ერთი კვირის წინ საქართველოში როგორც მინიმუმ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ვიძახდი რომ გონია რომ ასტონ ვილა გავა. და ძალიან ცოტა დააკლდა რეალურად რა, ალბათ მილიმეტრით გვერდით რომ მოერტყა თავი ტილემანს თუნდაც კაც მარიცის რა მოხდებოდა და დაფა გვაქვს ჩვენ ტაქტიკურად ხსნით ხოლმე რაღაცებს რა მოხდა ამ თამაში და შენც ტაქტიკურად მოგიყვები. ვიცი რომ ჩემი მოყოლილი ამბები გიყვარს. პირველ თამაში რაც ხდებოდა ყველაზე საინტერესო ამბავი იყო ის რომ ასტონ ვილა აი ძალიან უკან იყო ჩაწეული და ეს საყრდენიც ჩადიოდა მცველად და რაღაც აი დაახლოებით აი ასეთი გქონდა. ზუსტად ესეთი რაშფორდი იყო მარტო წინ დარჩენილი და მოწყვეტილი იყო დანარჩენ 10 კაცს და PSG ედგა და უტრიალებდა საჯარიმოს და სადღაც ცდილობდნენ რომ გაერღვიათ აი ეს ძალიან დიდი ბლოკი.
მეორე თამაში უნაი ემერიმ აი ძალიან მაგარი რაღაც მოიფიქრა, ძალიან გარისყა, მაგრამ ამ რისკმა თითქმის გაამართლა. რა ქნა? აი აქედან სკრინსაც ამოვანათებთ, რომ საშუალო პოზიცია თამაში, მოთამაშე ვინსად იყო, პირველ თამაში იყო ზუსტად აი ესეთი, საკუთარ ნახევარზე იყო ყველანი და მეორე თამაში უკვე ყველა იყო მეტოქის ნახევარზე. ალბათ ერთი 30 მეტრით წინ ითამაშა ასტონ ვილა. აი ესეთი 4 2 3 1 და მთელი იდეა რა იყო ასტონ ვილასი, რომ აი აქ ესე ძალიან შევიწროვდნენ ცენტრში და შუიდან არ ატარებდნენ არავის. მაგრამ აქ ყოველთვის არის რისკი იმისი, რომ თან მით უმეტეს როცა პარი სენ-ჟერმენს ეთამაშები, რომ იმენად სწრაფი მოთამაშეები არიან, ანუ ხვიჩას სისწრაფე ხო, აი სისწრაფე აქვს. არის სენ-ჟერმენში ხვიჩას კარგი დრიბლინგი აქვს. ხო, იმიტომ რომ მარჯვენა ჰაკიმი და ნუნუ მენდეში და ბარკოლა და დემბელეც გარბიან რაღაც სასწაულად და თავიდან კარგი იდეა ქონდა ლუის ენრიკეს ის, რომ შემოუარა ამ ბლოკს საერთოდ, რადგან ძალიან მაღლა იყო აწეული და გვერდიდან გადიოდნენ. აი რაღაც აქედან პასი აქ მიდიოდა, აქ და გავასწარეთ. ერთი საინტერესო ფაქტი, რაც PSG-ს მხრიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ორივე გოლი გაიტანა ფლანგის მცველმა და გაიტანა ცენტრ ფორვარდის პოზიციიდან, რაც აი ზონა 14-ს რო ეძახიან რა. ამ ზონა 14-ის გამოყენება დაახლოებით რო ახსნათ ყველაზე მაგრად აქ ბერბატოვს ნათქვამი, რომ მცველებიო ყოველთვის ქვევით ჩარბიანო და ეს ადგილი ყველას ავიწყდებაო. და ამ ადგილას ჯერ აღმოჩნდა ჰაკიმი და მერე აღმოჩნდა ნუნუ მენდეში. და კვარაცხელიას როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პირველ გოლში. ძალიან კარგი დატოვება ჰქონდა და აი აქ რო ჩამოდიოდა უკვე ეს მცველი იყო, ცოტა ვეღარ ხვდებოდა რა უნდა ერქნა. ან კვარაცხელია უნდა დაეტოვა ბურთით და მიეცა სივრცე და რაც ხდება ყველა მიცის, ან უნდა გაკიდებოდა ჰაკიმის. და ორ შემთხვევაში გაირყვა ასტონ ვილას დაცვა და 2-0. მეორე ტაიმში კიდევ უფრო შევიწროვდა ასტონ ვილა და გოლები გაიტანეს აი ძალიან თითქოს მარტივად, მაგრამ აი ამ სივიწროვე მისცა ის, რომ როგორც აქ პატარა სივრცე დარჩა ცენტრში ყველა მოთამაშეს, ბურთს მიიღებდნენ თუ არა, სწრაფად მივიტანეთ ბურთი პირველი დაცვის ეშელონის წინ და იქიდან შეუტიეთ ბევრი მომენტი იყო, რომ საერთოდ 3-3-ზე მირბოდნენ 2-2-ზე, რაღაცა 1-1-ზე ეპიზოდებს ვიღებდით. მაგრამ ფეხბურთია ცოტა არ გამომართლათ და ამიტომ PSG ვიცი რა აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდა. შვენიერი ანალიზი იყო. რომ შემეძლო შენი ლობირება დავიწყო რომელიმე ევროპულ კლუბში აუცილებლად გავაკეთებდი. ანალიტიკოსად. გეთახმები, რომ ტაქტიკური გადაწყვეტილებები საინტერესო ქონდა უნაი ემერის, მაგრამ ერთი მაინც გამოხჩა. ყველაზე მაგარას უნაი ემერი გააკეთა, მაგას არავინ არ ელოდა. ისაც რაშიც ყველაზე ძლიერია. ევროპის ლიგის იმრე ჩაუერთო თამაშის. აი ეგ ხო. რაშიც ყველაზე მაგარია. შენი აზრით ეგ იყო შეცდომა თუ გათვლა? აი იცი რა ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რატომ მოხდა ეგრე, იმიტომ რომ ხა მქონია იმის პრივილეგია, რომ მინახა ჩემპიონთა ლიგის თამაშები როგორ მზადდება და ფაქტობრივად გამორიცხული არის, რომ ესეთი შეცდომა იყოს, ანუ ვიღაცას პლეილისტში აერია ეგ არ არის. შეიძლება გამიზნულიც იყო, რას გაიგებ ამ ხალხის. შეიძლება შენს ტაქტიკურ ანალიზს, ხო, ბუნებრივია რომ კონტრასტი იყო თამაშ შორის, პირველი მატჩი პარიზში იყო და ძალიან ლოგიკური იყო, რომ უფრო სიღრმიდელი თამაშა ასტონ ვილამ იმაზე გათვლით, რომ მინიმალური ანგარიში წააგებდა. იდეალურ შემთხვევაში ფრეს მაინც ამოიღებდა და რეალურად ეგ მაქსიმუმი მიმოქმედა, რომ არა ბოლო წუთზე გასული რეალურად მესამე გოლი. და უკვე ხო მეორე მატჩი უკვე არც იყო რა, უკან დასახევი გზა უნდა ეთამაშა გლიერის პოზიციიდან, თან სახლში იყო და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. თუმცა ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ახლა ვინმეს გაუმართლა ან არ გაუმართლა. ორი მატჩის ჯამში ობიექტურად უკეთესი იყო პარიზი და გავიდა კიდევაც. ზოგადადაც უკეთესი გუნდია. და ერთი ეგ ფაქტორი ძალიან სწორად აღნიშნე, აი ინგლისელი ფანები საერთოდ ცალკე სამყაროა. ხო, რა შეუძლიათ, რა ხმა აქვთ. თუმცა პარიზისთვის უნდა ვთქვათ, რომ არც მათი ფანები აკლებენ.
ის ცოტა მცირედი დელეგაცია, რომელიც მიყვება ძალიან კარგად გულშემატკივრებს და ისინი საკმაოდ ფავორობენ და რა გინდა ახლა. Enfield-დან წამოვიდნენ გამარჯვებულები. კი. რეალურად Villa Park-დან წამოვიდნენ გამარჯვებულები და ახლა ისევ ინგლისში მოუწევთ ვიზიტი. ეს ლამანში აიკლეს და აი ესე გადავიდეთ შემდეგ თამაშზე რეალი არსენალი. ნუ ალბათ აფიშის მხრივ რაც შეიძლება რო იფიქრო ამ თამაშის გარშემო ყველაზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდეს ორი მატჩის ჯამში. თუმცა მე მგონია რომ მაინც ამან გამოავლინა ეს თუ რაღაცნაირი გარდატეხა უნდა მომხდარიყო ფეხბურთში და ეს არის ერთ-ერთი ეგეთი გარდატეხა რომ რეალის რაღაცის მაგია რაღაც მომენტში დასრულდა, მაგრამ მეორეს მხრივ ვიტყოდი რომ არსენალის ეს ახალგაზრდა გუნდი, ეს არტეტას კი მართლა twini წაუღეს რომ ამდენი წელია მუშაობს და თასი არ აქვს და ასე შემდეგ. თასი არ არის მთავარი გამსაზღვრელი გეთანხმები. მანჩესტერმა კი მოიგო 2000-იან პერიოდში, მაგრამ რა. ხო არც არაფერი. ამ გუნდმა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში აჩვენა რომ ეს პატარა ბავშვები რაღაც დაღვინების გზაზე არიან შეიძლება ის ექსტრა ნაბიჯიც გააკეთეს. და რეალის მხრიდან ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი ეგ იყო რომ აი პირველი მატჩის შემდეგ აბსოლუტურად ყველგან მედიაში ავიცი ლეგენდებში და ასე შემდეგ ეს მესიჯი ბოქსი იყო რომ ხო ჩვენ ამ ყველაფერს დავატრიალებთ იქ სტადიონის გადავხურავთ ამათ აქ მოუხარშავთ თუ პირობებს შეუქმნით და პირველად მოხდა ბოლო ბევრი წლის განმავლობაში როდესაც რეალმა რაღაც თქვა და ვერაღასულა კი არა ახლოსაც კი არის ამ ყველაფერთან და ნუ ამაში უკვე ალბათ შემოდის აი ეს დისბალანსი რომელიც დღეს არის გუნდში ის რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურები გუნდიდან მიდიან რაც აღწარმოების პროცესში დავარქვას და ვერავინ ვერ იყო, ვერ იწვირთა ეს ახალი ლიდერის როლი და ალბათ ნიშანდობლივი ისიც იყო, რომ მაგალითად ემირეიძე რეალი როგორი გუნდია, ხო, არც ერთ ვითარებაში რაღაც დანებების ნიშნები არ აქვს და იქ მე ეგრე მომეჩვენა, რომ იქ ფეხბურთელებს უფრო მეტად ის განცდა ჰქონდათ, რომ იქნებოდი მეტი აღარ გაუშვოთ, ვიდრე იქნებოდი ერთი მაინც გავიტანოთ, რომ უფრო შედარებით შეღავათიანი ანგარიში წავიდეთ მადრიდის შოკში აი რაღაც დაშოკილები იყვნენ და კი რეალის თამაშზე ერთ საინტერესო სტატისტიკა მაქვს, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, მე საერთოდ წინა გადაცემაში ვთქვი, რომ აი ამ თამაშის წინ 3-0 რო აქვს წაგებული და ყველა რემონტადაზე ლაპარაკობს, მე ვთქვი, რომ შანსები იყო 50-50. აი ყველამ დამცინა კომენტარებში. არა, იცი 50-50-ზე რა რო რეალი ვინ გავიდოდა? ხო, ვინ გავიდოდა? მესმის შენი. ეხა ბერნაბეუზე ისეთები გვაქვს ნანახი. კი ბატონო. რომ კი ძალიან ლოგიკური არის რომ იფიქრო რომ აუ 3-0-ზე შეიძლება დაატრიალოს. ხო, თავარია ეს აი გასვლაზე გატანილი გოლის წესი რო აღარ გაქვს, ანუ უფრო თავისუფლად ხარ რა. პირველ 20 წუთში რა მოხდებოდა? ნუ რეალურად რაც მოხდა, ეხლა მაგასაც დაფაზე ვწდი რომ ავხსნა. მაგრამ აი რეალი რანაირი გუნდია. მთელი სეზონი არ მოუგიათ მნიშვნელოვანი თამაში. ვერც ბარსელონას მოუგეს, ვერც ლივერპულს მოუგეს, ვერ იგებ. არ არის ეს გუნდი რაღაც ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ჩვენ ახალი ის გვაქვს რა, ბაპე და ვინისიუსი ერთად მოედანზე არ ეტევა. კი, ბაპე და ვინისიუსი ერთად არ ეტევა. რეალ -2 კაცი არის, როდესაც გასვლაში თამაშობ. ბელინგემიც მიამატე -3. ხო არა ბელინგემზე ეგრე არ ვიტყოდი და სანამ მოვიდოდი აქ ნიუსებში შემხვდა რომ კარლო ანჩელოტი ფაქტობრივად გადაწყდა რომ აღარ იქნება რეალის მწვრთნელი. ესეც ერთგვარი უკვე გარდატეხა არის და იმიტომ რომ თითქოს კარლომ ამოწურა თავისთავად, მაგრამ აი ნიშანდობლივი ამბავი ალბათ დაფაზეც მე მაგაზე გამახვილებ ყოველდღეს არის ის რომ რეალმა გააკეთა ძალიან ბევრი ჩაწოდება და გამჭოლი პასი საჯარიმოში, მაგრამ დამსრულებელი იქ არავინ ან შარშანელი ხოსელო არ ყავდა, ანუ ხოსელოც არ ყავდა. აი მანდ მივდივარ ზუსტად. რაც ერთის მხრივ იმას მივუწევ ხოსელოს დანაკლისი ვერ ამოავს ეს. ანუ ალბათ უფრო მწვრთნელის ამბავი არის რომ რაღაც ახლებულს ვეღარ ხედავს და თითქოს აი ერთი მეორე ამოწურეს რა თავიანთი რესურსი. ხო, ნახე რა მოხდა რეალურად აქ, ანუ არსენალი სასწაულად არის გაზრდილი. ნუ გაბრიელი დაცვაში არის, რა ვიცი, ერთ-ერთი მთავარი საერთოდ განადაცვის მთლიანად არსენალის თამაშის.
აკლდათ გაბრიელი. მთელი სეზონი თავდასხმაში სანთლით ეძებენ ხალხს ვინ დააყენონ და მერინო აწიეს თავდამსხმელად და საკამ პირველად დაიწყო რამდენი ხნის მერე ძირითადში, იმიტომ რომ ტრავმა ჰქონდა და წინა თამაშებში პრემიერ ლიგაში სადაც დაბრუნდა, ყველგან შეცვლაზე შემოვიდა. რა იქნა არსენალმა? არსენალი ჩადგა ძალიან კომპაქტურ 4-4-2-ში. ან 4-4-2 არის ყველაზე დაბალანსებული წყობა. ფერგიუსონის ეგ არის. ხო, ფერგის ან შუიდან ცენტრიდან რო 4-4-2 გაარღვიო, არის, ნუ რავი, კომბინაციურად უნდა ქნა. ესე ჰოპ და გაუძვე, რაც არ უნდა მაგარი დრიბლინგი ქონდეს მბაპეს და ვინისიუს ცენტრიდან 4-4-2-ის გავლა ამ დონეზე როგორც მინიმუმ არის ძალიან რთული. შეიძლება რაღაცა საბავშვო დონეზე გაიარო, მაგრამ ელიტარულ დონეზე 4-4-ის გავლა არის ყველაზე რთული. რეალს ჰქონდა, ანუ ჯერ ფლანგიდან ცადეს, არაფერი არ გამოვიდა. ამ ადგილებში აქ იყო ბელინგემი, აქ იყო მბაპე, აქ იყო ვინისიუს და მბაპე ძალიან ხშირად ამოდიოდა აქ, იმიტომ რომ აქ ისეთ სივიწროვე იყო, რომ უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. ბელინგემიც მაქსიმალურად არ არის 9 ნომერი, არც ბელინგემი, არც მბაპე. აი ლუკაკუ თუნდაც ლუკაკუ რატო გამახსენდა ეხლა აი რა შუაში არის ლუკაკუ ხო ყველგან ნაუყოფია რეალისტმა დაუარა ეხლა რეალის ფანებს ხო ხო მე საერთოდ ცუდი მოგონებები მაქვს ლუკაკუსთან FIFA-ში რაღაც 2021 წელს რაღაც 60 შემადგენლობები არის გუნდებში და აი აქ არისო არავინ ვინც ჩაწოდებულ ბურთს თავს დაახვედრებდა მაინც. რეალს ჰქონდა 43 ჩაწოდება. 43 ჩაწოდებიდან 7 მივიდა ადრესატამდე. ანუ ჯერ რეალი რომ ამ თამაში ჩაწოდებებზე გადავიდა, ეგ ჩემთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ რემონტადა იყო უბრალოდ პიარი. და რეალურად ვერაფრით მზად არ იყვნენ. ხო, მაგის გარეშე ვერ იქნებოდა რაღაც მოსამზადებელი ხო გჭირდება, რომ ეს განწყობა იყოს, რომ ამენაირად იქნება დაააგდო ის. განწყობა იყო, მაგრამ აქ მაჩვენი განწყობა. ანუ ვერაფერი ვერ მოუხერხეს. არსენალი არის გუნდი, რომელსაც 95% თამაშებში XG აქვს 1-ზე მეტი. ანუ თითქმის ყველა თამაში საგოლე მომენტს ქმნის. ოღონდ კარგს. ეხლა გეტყოდი და რა. ხო რა. მე საშინელთ არ მეყურს XG. ანუ იმიტომ რომ გონია რომ მატყუებენ რა. აი ძალიან მატყუებენ. ანუ შეიძლება პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ვინ არის. ანუ ეხ თავს ვერ დავდებ რომ ეგრე არის, მაგრამ აი ძალიან ხშირად რომ ვიცი რომ უყურებ აქ თამაშებს, აი ხედავ რომ მართლა რაღაცა XG იწერება, მაგრამ აზრი არ აქვს. მანჩესტერი არის. ხო. ხშირად ახერხებენ რომ რაღაცა გქონდეთ. მაგრამ არაფერი. ხო, მაგრამ ანუ XG რეალურად ხო მომენტიდან ითვლება, აი ამ ადგილიდან რამდენი გოლი გადის. კი ბატონო, ანუ რაღაც ფეხბურთი ვითარდება, ანალიტიკა ვითარდება, რომ იყოს XG. ხო, კარგი. არა, მე ჯერ ვერ დამკერა XG. ვერ დაკერა. ოკეი, კარგი, მაშინ სხვანაირად პერიფრას გავაკეთებ. არსენალი არის გუნდი, რომელიც მინიმუმ 3 კარგ მომენტს ქმნის თამაში. და თან პლუს ყავს სასწაულად კარგი დაცვა. ამ თამაში ვერანაირი კომბინაცია რეალმა რეალურად ვერ დახაზა და ვერ გააკეთა ისეთი, რომ აი ეს ორი ეშელონი გაერღვია, პირიქით აქეთ მიიღო, ნუ საკამ საერთოდ პანენკა რატო დაარტყა, კუთხეში რატო დაარტყა, აი ეს ცოტა გადამეტებული სითავხიდისკენ თითქოს დასული, მაგრამ ნუ დააღნიშნოთ, რომ პანენკა მაინც შეასრულა. მე რა გაიტანა და მაგით გამოიწდა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ის მქონდა უკვე, რომ აი ამას ედმეტები ხუ არ მოვსდით ამათ. და კიდე ერთი მომენტი, ნახე, ანუ მთელი კვირა ვლაპარაკობთ, რომ აი რემონტადა და აი 60 დედას ვიცავარ, 71 წუთამდე, დაჟე 75 წუთამდე მეგონა, რომ რეალი დააკამბექებდა. ოღონდ არანაირი ამის საფუძველი არ არსებობდა. მაგრამ აი ჩემი აზრით რეალი მაგდენად დიდი გუნდია, რომ არაფერი არ გამოზდის, მომენტს ვერ ქმნიან, აგებენ სამბურთიანი სხვაობით, არსენალი თამაშობს ძალიან მაგრად და შინაგანი განცდა, მაინც იყო რომ რეალი გაატრიალებს რა. ხო, ბუნებრივია შეგაჩვიეს. კი, ეგრე წელს არ გამოვიდა, ალბათ უკვე ეს გუნდი გადაეწყობა, ახალი
სიახლეები ბუნებრივია იქნება, ანჩელოტი თუ მით უმეტეს. შემწყულზეც წაიკითხე? არა, წამიკითხავს. ორი ვარიანტი შემხვდა მე. ერთი ალონსო იქნება. ერთი ალონსო გამოიცანი და მეორე იურგენ კლოპი. იურგენ კლოპი გამორიცხული არის. მოლაპარაკებები დაიწყო. გამორიცხული. შეიძლება იურგენ კლოპს იმცელა რაღაც ჩააბარეს, არ არის ერიალება მაგას. მაგრამ ნახე, წეღან რასაც ვიძახდი, იგივე ეს გამეორება. რეალია რა. ხო, მესმის, მაგრამ მაინც. ან ხო, მეც ალბათ ალონსო არის რეალურად ის რაც მოხდება. ხო. და აინტერესოა ეგ პროექტი როგორ წარიმართება, იმიტომ რომ ვარ ვიცი ხა, ერთი შეიცვლის ტაქტიკას თუ მეორე შეიცვლის ტაქტიკას, აი ეგ პროცესი იქნება ძალიან საინტერესო სანახავი. კარგია, ჩვენ საქმე გვექნება რაღაც გადაცემაში საქმელი გვექნება. მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე, იცი როგორ რაღაც, როცა აი ესეთ ტოპ გუნდში მიდის მწვრთნელი, რომელსაც ჯერ არ აქვს რაღაც დიდი მოგებული. ანუ ერთადერთი ვარიანტი, როცა ვამართლებდი, იყო ამორიმი. და ჯერ კიდევ ვამართლებდა, მგონია რომ აი იდეა ერთმანეთისთვის არიან ამ მომენტისთვის მანჩესტერი და ამორიმი, რომ ამას შეუძლია და დასამტკიცებელია. რავი, ნახოთ. მე გულშემატკივრობ მაგას, კიცი, მაგრამ დღესაც ბიჭო, იცი რა არის დღეს გულშემატკივრებ 2-1. ჯორჯმა გაიტანოს იქიდან. აჰა. ესენი გაიქე მანჩესტერი, ოკეი. ხო. კაი, მე კადრს იქით მოუყვები მსგავს ისტორიას, რომელიც სან-სიროზე მოხდა და აი ესე გადავიდეთ ინტერი ბაიერნზე. იცი რა, ინტერი ბაიერნზე და ბარსელონა დორტმუნდზე ბევრს ვერ გეტყვი. ბარსელონა დორტმუნდზე მეჩენი მედად მოვდიო. ცოდვა გამხელილი ჯობია, რომ არც ერთ თამაში არ მინახავს, წესია, ჰაილაიტი არ ითვლება. ოკეი, მეტეს ხო რაღაც მაგდენი თავისუფალი დრო არ მქონდა, რომ მინახა. თუმცა მე ის თქვა შემილია, იქიდან გამომდინარე, რასაც უყურებ წელს ინტერს. ინტერი მგონია ამ 4-ში საკმაოდ სერიოზული კონტენდერი ტიტულზე. იმიტომ რომ ყველაზე კარგად დაყენებული დაცვითი თამაში მით უმეტეს თავიანთი ძალიან ძლიერი კონტრშემტევი ფეხბურთით და უკვე გამოცდილი შემადგენლობით, რომელიც რამდენიმე წელი ერთად არის ეს წუთელთან ერთად. ხო, ანუ ის არის რა, dark horse-ი რეალურად ამ 4-ში ჩემთვის იქნებოდა ინტერი. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად აი შეიძლება არსენალი იყოს, თუმცა ანალიზ თუ ჩაუღრმავდებით დღეს სხვათა შორის ეს ოპტას ანალიტიკა, რომ არსენალი მიიჩნევა ფავორიტად. არსენალი, ინტერი, ბარსელონა და PSG ეგ ქონდა ოპტას თუ სწორად მახსოვს, ხო? ხო, ძალიან საინტერესო არის არსენალი რატო არის ამ 4-ში ყველაზე მეტად ფავორიტი მათი აზრით. ხო, ნუ ვიტყოდი რომ ინტერი აი ესეთია რა, შეუმჩნევრად რომ გაიარა და მოვიდა ნახევარფინალში და არა და სერიოზული ძალა რა, ანუ მე ვარ ინტერის ფანი. ის უკვე ძალიან ბევრი წელია, 24 წელია. გული ხელით მეჭირა სიმართლე რომ გითხრა, აი ცუდად ვეყავი. ბოლოს ბაიერნი რომ მიაწვა, მაგრამ ერთი იცი რა, აი შეგრძნების გუნდს ბევრი წელი რომ გულშემატკივრობ და აი როგგონია რომ იცი მოთამაშეები რას გრძნობენ, აი მაგდონეზე ვიძახე ახლა ამას რასაც ვიტყვი რომ რაღაცნაირად სიმონე ინძაგი ზუსტად იცის რა მოხდება თამაში. ანუ თამაში როგორ განვითარდა დაახლოებით მოგიყვები. ნახევარი საათი ინტერი უბრალოდ შორს ურტყავდა ბურთს, რომ ლაუტარო ან ტურამი თუ გაიქცევა, ხო კაი. თუ არა და აი საერთოდ არანაირი სიჩქარე არ ქონდათ ჩართული, არაფერს არ აკეთებდნენ დიდს და რთულს და რაღაცა დახაზულს და თავისი ეს ჰოპ შეტევა რო აქვს. ბაიერნს ჩაუკეტეს საჯარიმოსთან ყველანაირი მისასვლელი, ბაიერნი წავიდა ჩაწოდებებზე, სადღაც რაღაც მომენტში დაიღალ კეინი დარჩა 1-1 დიმარკოსთან ძალიან მაგარი გოლი გაიტანა, ოდნავ დააგვიანა დიმარკომ და აი გოლი გავიდა თუ არა, უცებ ჩაირთო ინტერი, 3 წუთში მართალია ორივე გოლი სტანდარტიდან გავიდა, მაგრამ სტანდარტის წინა ეპიზოდით ძალიან სახიფათო იყო. და ისე შეუტია ბაიერნს, რომ საერთოდ შეგრძნება იყო, რომ ჩაკვდა თამაში. ანუ ორი გოლი მიაყოლეს ისე, რომ აი არ ამოასუნთქეს ბაიერნი, 3 წუთში ორი გოლი ბაიერნთან არ არის მარტივი იმის მიუხედავად, რომ უპამეკანო აკლდათ, ფონზი დევისი აკლდათ, ნოიერი არ იყო და მთელი აქცენტი მაგაზე იყო გაკეთებული, რომ ურბიგი ფეხით კარგად ვერ თამაშობს და ინტერი მეკარეს აპრესინგებდა და ბაიერნი იგივეს ვერ შვებოდა, იმიტომ რომ ზომერი ასვავდა რაღაც ასწაულ პასს და
მერე გაქცევაზე ასწრებდნენ ინტერის ფეხბურთელები და ორი ბურთი ჰოპ გაიტანა და მერე წავიდა იცი როგორი თამაში ვაი თითქოს всё ეგ არის ინტერი რაღაცა ისე ლაღად უტევდა არაფერს არ აკეთებდა დიც რაღაც მომენტებს აფუჭებდნენ მაგრამ დიდი არაფერი და უცებ ჰოპ და გადის გოლი დაერის გოლი თუ ნახე აი აქედან თავით გაუტანა შორეულ კუთხეში ქნა ინტერი ჰოპ კონცენტრირდა ჩადგა დაცვაში და სიმონ ინზაგი გააკეთა სასწაულები ლაუტარო გაიყვანა ბარელა გაიყვანა ბასტონი გაიყვანა დიმარკო გაიყვანა და 2-2-ია ერთ გოლს უშვებდა დამატებით და აი მან უკვე მეთქი აი ძალიან ცუდა თავი თან ერთ ჩვენ საერთო მეგობარი მაგ დროს არც ისე კარგ რაღაცებს გწერდა და ნახევარ ფინალში შეგხვდებითო და მიხვდები ვინც იყო ალბათ და ნუ დაიმსახურა ინტერმა ძალიან ცუდ დროს შეხვდა ბაიერნი ინტერს ძალიან მაგარი გუნდია ბაიერნი მაგრამ მუსიალას გამოკლებით ნუ აი კრეატივი არ ხონდა ვიტყოდი რომ ბაიერნი ეგეთ მაგარი გუნდი არ არის და ბოლო წლებია არ ვიცი რა ამ ორგანიზაციას ადაიმართა რომ ესეთი დაღმასვლა აქვს ეხა ეს ბაიერნი არ არის ის ბაიერნი კი ბატონო ჩვენ რასაც ვარ შეჩვევართ ხო ინტერი კი რა ვიცი მართლა ინზაგი არის უნიკალური პროფესიონალი რომ შეუძლია ეს მაჩის მიმდინარეობისას არ გამოეთიშოს თამაშს და მუდმივად რაღაც ვარიაცია აქვს და რეალურად ისინი ჩამოთვალე ფეხბურთელები რომლებიც არიან ძირითადი წევრები და შეცვალა ნუ რეალურად დუბლებით შეიძლება ხო თან გამოიყვანა ბისეკი გამოიყვანა მექტი ტარემი გამოიყვანა კიდე რაღაც სუდად გავხდი მეთქი რასაკეთებ არა ნუ გაამართლა ჩემზე უკეთ იცის ინზაგი სავარაუდოდ ინტერის კონკურენტი ბარსელონა მაგ თამაშზე ბევრს მეც ვერაფერს ვერ გეტყვი ალბათ მაქსიმალურად მოკლე შეგვიძლია ვთქვათ რომ ბარსელონა რა თავის ჩაუდ რეჟიმში არის ძალიან ხშირი არის რომ ერთ თამაში მიიღებდნენ უპირატესობას მეორე თამაში ახლოს არიან რომ ეს გაფლანგონ მაგრამ არც ფლიკის გუნდს აქვს არანორმალურად დიდი სამუშაო მოცულობა ქვიათ რომ გუნდა აიხსნას ეს ყველაფერი არიღლებიან დოთრაკიელებს ეძახი მე მაგას მოკლედ ვისაც იყვართ სამეფო კარის თამაშები გეცოდინებათ აი რომ მორბიან კონტრშეტევაზე მართლა ეს დოთრაკიელები რომ მორბიან უნდა წაგლეკონ აი ეგრე არის რა და ველოდები რომ ძალიან მაგარი ეს ტაქტიკური ომი უნდა იყოს იმიტომ რომ ინტერი არის რეალურად ის გუნდი ვისაც ჩემედაც შეუძლია რომ ეს ბარსა მაქსიმალურად შეზღუდოს ეს სივრცეები არ დაუტოვოს უკან და ასე შემდეგ მეორე თამაში ერთადერთი საინტერესო რაც იყო ნუ ბარსელონამ შემადგენლობა კი ყავდა სასტარტო, მაგრამ თითქოს რაღაც დიდი ენერგია არ ჩადო ამ თამაშში რა. ძალიან საინტერესო იყო სვენსონი და ადეიემი როგორ არღვევდნენ ბარსელონას მაღალ პრესინგს და ეს შეიძლება გახდეს გამოსადეგარი. მაგრამ საით მივდივარ რომ ბარსელონა და ინტერი იმ დღეს ვიძახდი რომ ორი გუნდი ეს ერთმანეთს თან ძალიან გავდეს და თან ძალიან სხვადასხვანაირები იყვნენ, აი არ მახსენდება. ორივე თამაშობს ფლუიდურ ფეხბურთს, ვინსად გარბის რომ კარგად უნდა დააკვირდე და თან სხვადასხვანაირები არიან. ინტერს უყვარს დაცვაში ჯდომა, ბარსელონას უყვარს რომ ბურთი თვითონ აქ და აგორავებენ და სწრაფ შეტევებს აკეთებენ. და მაგიტო მგონია რომ მთელი სეზონია ვიხვეწები რომ აი წელს მაგრად მინდა რომ ინტერი ბაიერნი ვნახო. ვიხდე ეხლა მივხვდი რომ დიდად აღარ მინდოდა. არაუშავს თუ ინტერი წააგებს უბრალოდ ამ თამაშს ვნახავ. რა მოხდება, ეგ იქნება ძალიან საინტერესო და მაინტერესებს შენი აზრი ჯერ ამ წყულში და მერე მეორე წყულში ვის რა უპირატესობა აქვს. ვიცი რა მე მგონია მაგაზე უკვე კი გავაკეთე კომენტარი რომ ინტერი ფლობს იმ იარაღებს რომ ბარსელონას დაუპირისპირდეს. მე ზოგადად, როდესაც პლეი-ოფები შედგა, ასე ვთქვათ, მაშინ რატომაც ეგეთ გამოიწყე, რომ ბარსელონა გაივიდა მთელ გზას და მოვიდოდა ფინალში. უფრო მეტად აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ ეს ხო არ არის წელი, როდესაც ელ კლასიკო იქნება ფინალში, მაგრამ ეს პარიზზე სუბიექტურად უფრო მეკითხებოდა. ფიზიკურად ბევრი დრო არ მქონია იმაზე საფიქრეთ, რომ ამ ორ გუნდში რა შეიძლება მოხდეს, ველოდები რომ აი ტაქტიკური დიდი ომი იქნება რა შეიძლება აი 2010 წლის ის ნახევარი დაპირისპირებაც კი რაღაც მსგავსი იყოს, იმიტომ რომ ვიცით რა ეხა მეორე პირველ თამაში არის სან-სიროზე, ხო? არა სან-სიროს განმეორებით. ხო.
ნუ ეს უკვე ინტერს გაცილებით მეტ მოქცევობას აძლევს, რომ პირველ თამაში მაქსიმალურად იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე, თუ გოლით წამოვიდა ხო უკეთესი არის. და უკვე ნუ მოკლედ რა, ბარსელონას სხვას არაფერს არ ითამაშებს. ინტერს აქვს საშუალება, რომ სხვადასხვა რაღაცები მოსინჯოს. აი ეს არის ამ ყველაფერში მე რასაც ველი. მაგრამ ერთ რაღაცაზე თანხმდებით ალბათ, რომ ყველაზე საინტერესო შესაძლო წვლილი მივიღეთ. კი, ალბათ. ძალიან კარგი წვლილია. კი. მეორე თამაში, მეორესაც შეეხება. ცალსახაა, ხო პირველ თამაში არის ლონდონში, ანუ არსენალმა უნდა გააკეთოს იგივე რაც გააკეთა რეალთან, ანუ სხვა მოდელი ვერ ექნება. რომ თუ შეძლებენ მოიგონ პირველი თამაში, რაც შეიძლება კარგი უპირატესობით, თუ რაღაც ამაზე შეიძლება იმედი ქონდეს. პარიზში თამაში არის ძალიან ძნელი. თავის თქვენ მოგიწევთ თუ არა უკვე პარიზის სტუმრობა. არანორმალური ატმოსფერო არის რა, ანუ ენფილდი რაღაცები გავიგე რომ ეს ხალხი და შემდეგ იქ საერთოდ არ იგრძნობა რომ ის არის რა თითქოს ოლიმპიური სტადიონია არის სერიოზულად ძალიან ესეთი მუხტი არის. და პარიზს ისეთი ტალღა აქვს დაჭერილი მით უმეტეს გუნდიან რომელსაც სტრუქტურაც აქვს მოქნილობა აქვს სხვადასხვა რაღაცების კეთება შეუძლიათ ბურთი ისე ტრიალებს ცენტრში რო ძალიან აი არ ვიცი დეკლან რაისმა უნდა გაიგიჟოს თავს რა ეხლა როგორც ითამაშა ეს ორი თამაში უნდა დაფაროს ყველაფერი მე მგონია რომ უფრო მეტად ოპტასგან გასხოვთ მგონია რომ პარიზი არის ამ წყვილის აცილებით ფავორიტი მაგრამ უკვე ხო ხედავ რა ეხლა რეალი არსენალი რო დადგა მე მგონდა გასა რომ რეალი მარტივად დაისეირნება მაგრამ არსენალმა უბრალოდ გადაჯეგა მადრიდული გუნდი ბარსელონა PSG-ს ფინალში ვისურვებთ მაგარი სანახავი იქნებოდა ორი ესეთი შემტევი კოლექტივის დაპირისპირება. ხა, ესე უფრო ინტერი არსენალი გამიხარდებოდა, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი. არსენალი პარიზის წყვილში პარიზს ვანიჭებ უპირატესობას. მეორე წყვილში უფრო მეტად გონია რომ თანაბარი არის, მაგრამ მეიპიას სუბიექტურად ცოტათი ინტერისკენ გადავიხრებოდი. აი იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც ვთქვი. თან ძალიან ესე კარგად ნახევარფინალები არ მახსოვს, მაგრამ დიდი ხანი არ ყოფილა ალბათ ის შემთხვევა, რომ 4 სხვადასხვა ქვეყნის გუნდია ნახევარფინალში. გერმანული გუნდი მანდ არ არის გარეული და თან 4-დან 3-ს ტრიპლის მოგება შეუძლია. უნიკალური სეზონი. ხო, მე მგონი რომ კაი ერთ პატარა კითხვას დაგისვავ, ახალმა ფორმატმა ჩემპიონთა ლიგის გაამართლა? იცი რა არის, პლეიოფში ესეთი სცენარები მივიღეთ. ჩემი აზრით არც ახალი ფორმატის ან ძველი ფორმატის დამსახურება იქნებოდა რა, ანუ რეალურად ეგრე აიწყო. მაგრამ აი ამ ახალი ფორმატიდან გამომდინარე მე ვიტყოდი რომ თუ პარიზი გახდება ჩემპიონი, მაგარი ისტორია არის რა, როგორც ნელას დაიწყეს, ბეწვის ხიდი გაიარეს რეალურად, გაძებდნენ კულტურებში და მოვიდნენ აქამდე ისე რომ მართლა სერიოზული მეტოქეები ყავდათ ყველა ეტაპზე. მაგარი ისტორია იქნება. საბოლოო ჯამში ეს ფორმატის ბრალია თუ არა, მე მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ და რავი ვერ ვიტყვი არაფერს. კაი, ერთ რაღაცას დავამატებ, უბრალოდ რომ არის სენ-ჟერმენი, რა თქმა უნდა, თუ გახდება ჩემპიონი ძალიან გამიხარდება, თუ ინტერთან გახდება ჩემპიონი, არც ძალიან, მაგრამ მაინც გამიხარდება. ერთი რაღაც რაც გამოჩნდა ასტონ ვილასთან, ცოტა ახალგაზრდები არის, პატარები არიან ასაკით ცოტა. და მგონია რომ ამ გუნდს რო დაუმატო ორი ვეტერანი, ამ გუნდის გაჩერება ძალიან რთული იქნება. ინტერს აქვს ეგ პლუსი, რომ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ყავს, არსენალს აქვს ის პლუსი, რომ სტრუქტურულად ძალიან მაგრად დგანან, დაცვაში მაგრამ დგანან და შეტევაში ქმნიან მომენტებს კარგად და პლუს უბრუნდებიან თავდამსხმელები. პარი სენ-ჟერმენი, პარი სენ-ჟერმენია და ლუის ენრიკეს გუნდია და ბარსელონაც ბარსელონაა რა. ორივე მაგარ ფორმაშია და რაც არ უნდა მოხდეს მეგა ნახევარფინალები ერთადერთი იმის მეშინია რომ აი ნახევარფინალის ნერვიულობამ ცოტა არ რაღაცა ზედმეტად ეს ახალგაზრდული ჟინით ხალხი გუნდები არის ხო აი რაღაცა ნაკლებად იქნება იმედია ვინიგებს ლიგას მაინც რო ვიცოდეთ შენი აზრი მე ალბათ ის როგორც ყველას გაუხარდება რომ მოიგოს პარიზმა ოკეი. ყველაზე ნაკლებად გამიხარდება რომ მოიგოს არსენალმა, პირდაპირ ვიტყვი. უხდები რატო? ხო და იმ ორიდან თუ რომელიმე უნდა მოიგოს, რავი.
ჩემი აზრით, ინტერი ძალიან მაგარი ფაქტი იქნებოდა. რეალურად რომ ამ რაღაც თანამედროვე ფეხბურთში რომელიც უფრო მეტად რაღაც აი არ ვიცი დავარქვა როგორიც ხდება, იქ ცოტა old school გუნდი ამოთხეულში ხარ ინტერი და მე ცოტა ეს ძველებური სტილი უფრო მომწონს. და ათალარად შეკრული გუნდია. ეგეც სასტარტოში 5 კაცი უფასოდ არის მოყვანილი და ჩამოწერილი. კარგი. ეს იყო მეტი მე მგონი არაფერი აღარ არა რაღაცები გვაინტერესებს, მაგრამ ამ ეტაპზე ხო? აქვე ხარ? გადმოხვალ. თან მეტნი დაგხვდებით. კი ბატონო. მადლობა უნდა უთხრათ აუცილებლად ტერმინალს იმისთვის რომ აქვართ და ამ სივრცეში ვიღებთ გადაცემას. თქვენ უნდა გთხოვოთ რომ თუ შეიძლება გამოგვიწეროთ დაგვალაიქოთ, რადგან ეს აკაუნტი YouTube აკაუნტზე და YouTube channel-ზე ძალიან კარგად აისახება, ამიტომ გთხოვთ თან თუ არ დაგეზარებათ. და ჩვენ ესეთი დასრულება გვაქვს ხოლმე რა გადაცემის რომ ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც თავარია, გიყვარდეთ ფეხბურთს.